გამორჩეულ ქართველ მუსიკოს, კომპოზიტორს და პედაგოგს ვაჟა აზარაშვილს ხვალ საზოგადოება ქაშვეთის ტაძრიდან დაემშვიდობება. დღეს კი მის ხსოვნას პატივი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიაგეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, შორენა კოპალიშვილი ამბობთ. სახელმწიფო კონსერვატორიაში მოსულმა საზოგადოებამ, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პატივი მიაგეს ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორისა და პედაგოგის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნას. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა სწორედ იქ, სადაც თავად ეზიარა მუსიკას. მოგვიანებით კი წლების განმავლობაში, როგორც კონსერვატორიის პროფესორი თაობებს ზრდიდა. დავკარგეთ მართლა გამორჩეული კომპოზიტორი და პიროვნება. ბატონი ვაჟას თვის დამახასიათებელი ზუსტად ეს იყო, რომ ძალიან მრავალმხრივი კომპოზიტორი გახდათ. მოღვაწეობდა როგორც სიმფონიურ ჟანრში, კამერულში, ვოკალურში, კინო, თეატრი და ძალიან მრავალმხრივი და მრავალრიცხოვანი შემოქმედება დატოვა. და მათ შორის არის ესეთი ნაწარმოებები, რომლებიც ძალიან დიდხანს იცოცხლებს თავისთავად. დაუვიწყარი სენტიმენტალური ტანგოდან დინამოს გამარჯვების სიმბოლოდ ქცეულ სიმღერამდე. ვაჟა აზარაშვილმა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული შემოქმედება დაუტოვა მსმენელს. რატომ ხარ რაღაცა რჩება მოდამ უთქმელი დიდი მაესტროსგან სიმღერები თითოეული შემსრულებლისთვის განსხვავებულად იწერებოდა. სიმღერები, რომლებმაც არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა. მისი ჩელოს კონცერტი, მისი ნოქტიურნი, მისი ალტის კონცერტი, ეს არის მსოფლიო შედევრის დონის ნაწარმოებები. დარწმუნებული ვარ, რომ კიდე ძალიან ბევრი კვარტეტები აქვს, კიდე ძალიან ბევრი მუსიკა აქვს, რომელიც ისე არ ფასდება და ისე არ ჟღერს, როგორც ამ მუსიკას ეკუთვნის და ჩემს რეპერტუარში რამდენიმე სიმღერა მაქვს ბატონი ვაჟასი, რომელსაც უბრალოდ არ შეიძლება რომ კონცერტი მქონდეს და არ ვიმღერო იმდენად საყვარელია მსმენელს. მუზებსაც არასდროს ელოდა. სიცოცხლის ბოლომდე მისი დღე განუყრელ როიალთან ურთიერთობით იწყებოდა. დატოვა ბევრი ისეთი მუსიკალური ნაწარმოები, რაც ჯერ არავის მოусმენია. ვაჟა აზარაშვილი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო. ბოლო პერიოდის კონცერტებზე სულ დავყვებოდი, მღეროდი მისი ახალი სიმღერა უნდა ჩამეწერა და მეგონა რომ ყოველთვის იქნება და ყოველთვის მოვასწრებ. ასეა, სამწუხაროდ ვერ ვასწრებ ბევრ რაღაცას, მაგრამ დაგვიტოვა ძალიან ბევრი სიკეთე, ძალიან ბევრი მუსიკა და ძალიან ბევრი კარგი მოგონება. უკან მოხედვის არ მეშინია. მისი ცხოვრების წიგნსაც ასე დაარქვა. კომპოზიტორი, რომლის სახელიც მისმა შემოქმედებამ მარადიულობად აქცია. ხვალ იქნება მიყო ამ ქვეყნად მე. Все.